ვის მოუწევს ოპოზიციაში ყოფნა არჩევნების შემდეგ და რას თავაზობს მთავარი ოპოზიციური პარტია ხელისუფლებას? არჩევნებში მარცხის შემდეგ მათ არ უნდა დატოვონ საქართველოს, ისინი უბრალოდ უნდა გადავიდნენ ოპოზიციაში. ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ნორმალურ განვითარებას. ბურჭულაძის ბოლოს სვლა და პოლიტიკური შამათი გირს. რა შეთავაზება აღმოჩნდა წყალგამყოფი ყოფილი პარტნიორების ურთიერთობებში? მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ეს თანხები მოდიოდა ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან. მე მეცად გეტყვით, თანხების გარდა იქ იყო მთელი სქემა და თამაში. ესეთი უხამსწინებლობა პოლიტიკაში არ გაუკეთებია არასდროს არავის. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ზალუდ უმაშულთან და დიანა ჯოჯუასთან ერთად. სამშვიდობი საოპოზიციის გზავნილი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს არ დადაოს ქვეყანა არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში. საგანგებო ბრიფინგზე პარტიის ლიდერებმა იმ შეხვედრის დეტალები გაასაჯაროეს, რომელიც მათი თქმით ყოფილი პრემიერის სახლში შედგა და სადაც არჩევნების მოსალოდნელი შედეგები განეხილებოდა. მთავარი ოპოზიციური პარტიის ინფორმაციით კი არჩევნების წაგების შემთხვევაში ივანიშვილი ქვეყნიდან წასვლა შესაბამისად მისი გუნდის მიტოვებასაც გეგმავს. გამარჯვების შემთხვევაში კი ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ შურისძიებაზე უარს ამბობს, ოპონენტებს კი კვლავ პოლიტიკაში დარჩენისკენ მოუწოდებს, ოღონდ უკვე სხვა სტატუსით. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ისინი 8 ოქტომბერს დამარცხების სცენარს საერთოდ არ განიხილავენ. ჩვენ გვინდა მოუწოდოთ ივანიშვილს და მის გარემოცვას. არჩევნებში მარცხის შემდეგ მათ არ უნდა დატოვონ საქართველოს, ისინი უბრალოდ უნდა გადავიდნენ ოპოზიციაში. ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილების შეცვლა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგიდან ურჩიეს. უმცირესობის წევრებმა დღეს სანდო წყაროზე დაყრდნობით ყოფილი პრემიერის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრეს. ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილი არჩევნების წაგების შემთხვევაში ქვეყნის დატოვებას აპირებს. უმცირესობა გამოსავალს ქვეყნიდან წასვლაში ვერ ხედავს და ბიძინა ივანიშვილს არასასურველი შედეგების შემთხვევაში ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებისა და ოპოზიციაში გადასვლისკენ მოუწოდებს. მთავარი გზავნილი ოპონენტებისთვის ნაციონალური მოძრაობიდან ის იყო, რომ ქვეყანაში არჩევნების შემდეგ პოლიტიკური შურისძიება დასრულდება. არჩევნებში მათი გარდაუვალი მარცხის შემდეგ არ უნდა განხორციელდეს სისხლის სამართლების დევნა. ვიმეორებ, ეს სჭირდება ქვეყანას. 2012 წელს ჩვენს ისტორიაში პირველად მოხდა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. ეს ჩვენთვის ძალიან უსიამოვნო იყო, ჩვენ დავმარცხდით, მაგრამ ეს იყო აუცილებელი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. 2016 წლის 8 ოქტომბერს ივანიშვილის მარცხის შემდეგ ჩვენ მეორედ შევცვლით მშვიდობიანად არჩევნების გზით ხელისუფლებას და საქართველოს ჩააბარებს ამ მეორე ტესტსაც. ანუ ჩვენ გვეყოლება ყოფილი ხელისუფლება ოპოზიციაში და არა ციხეში და დევნილობაში. მიუხედავად იმისა, რომ 4 წლის განმავლობაში ივანიშვილმა პრაქტიკულად ყველა დარგი უკან გაწია და წინსვლა ვერცერთ სფეროში ვერ განახორციელა, მიგვაჩნია, რომ მისი ქვეყნის დატოვება არჩევნების შემდეგ არის ძალიან ცუდი ქვეყნის განვითარებისათვის. მთავარ გზავნილებს პოლიტიკური ვენდეტის დასრულებასთან დაკავშირებით არასერიოზული უწოდეს მმართველ პარტიაში. ქართულ ოცნებაში სოლოლაკის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრას არადასტურებენ და ირწმუნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს. ქართულ ოცნებაში არც არჩევნების წაგების შესაძლებლობას განიხილავენ. ისინი აჭრილები არიან და მათი პოზიცია გასაგებია. ისინი არიან ძიმე მდგომარეობაში, აგებენ არჩევნებს, ვერ აწყობენ რევოლუციას და არ იციან რა გააკეთონ. ბოლკერიას და სხვების განცხადებები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ეს არის აბსოლუტურად ასე ვთქვათ სასილო. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ანეკდოტების მოყოლაზე არიან გადასული, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი ხალხო, როცა სააკაშვილის ჯარი, პოლიცია, უშიშროება, კუდი, სუდი, ყველაფერი ყავდა, მაშინ დაამარცხა არჩევნებში ოპოზიციიდან ბიძინა ივანიშვილმა და ეხლა ესე იგი თურმე ბიძინა ივანიშვილს ნაციონალური მოძრაობა უგებს და უნდა წავიდეს. კაი რა ხალხო რა. მმართველ პარტიას დღის ბოლოს გიგა ბოკერიამ კურიერის პირდაპირ ეთერში უპასუხა და განცხადების შინაარსი ქართული ოცნებისთვის კიდევ ერთხელ განმარტა. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ თუ როგორ განვითარდება 8 ოქტომბრის შემდეგ პოლიტიკური პროცესები ამომრჩეველმა უნდა იცოდეს და ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილებებით ქვეყნის ინტერესები არ უნდა დააზიანოს. არსი არა აქ ამ განცხადებებს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის ახლა გამოხმაურება როგორი იქნება. ერთ-ერთი საინტერესო ასპექტი არის პასუხი კითხვაზე, როცა დამარცხდებიან, ან თუნდაც მათი გადმოსახედიდან თუ დამარცხდებიან, როგორ აპირებენ ოპოზიციაში მოღვაწეობის გაგრძელებას. ჩვენ ეს გვაწუხებს ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ნორმალური ატმოსფერო იყოს. ეს გულისხმობს იმას, რომ დამარცხებული ხელისუფლება უნდა იყოს ოპოზიციაში და უნდა იყოს ემოციურად მზად, რომ შეეგუოს მარცხს. ოპოზიციის ერთი ნაწილი ნაციონალური მოძრაობის განცხადებას სარწმუნოდ მიიჩნევს და არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილი წაგების შემთხვევაში წასვლაზე ფიქრობდეს. ოპოზიციის მეორე ნაწილი ნაციონალური მოძრაობის საგანგებო განცხადებას პოლიტიკური შურისძიების დასრულებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ სვლად მიიჩნევს. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია.
ანბანური ჭეშმარიტება, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი მზად უნდა იყოს იმისთვისაც, რომ ხელში აიღოს ხელისუფლება კანონიერი გზით და იმისთვისაც მზად უნდა იყოს, რომ ის ხელისუფლება, რომელიც მას ეკავა, შეიძლება მან დაკარგოს და გადავიდეს სხვის ხელში. საზოგადოება და ხალხი ძალიან ათლად ხედავს დღეს იმ ნაწილს, რომ არც ნაციონალური მოძრაობა უნდა და არც ქართული ოცნება 8 ოქტომბერს უნდა მივიდეს ძალიან ბევრი ადამიანი საარჩევნო უბნებთან და გააკეთონ აბსოლუტურად სწორი და უკეთესი არჩევანი. ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში განსხვავებული გზავნილი დაინახა ნინო ბურჯანაძემ. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ მმართველი პარტია და უმცირესობა შეთანხმებულად მოქმედებენ და ამომრჩეველი შეცდომაში შეყავთ. ეს არის რეალურად განცხადება, რომელიც მიმართული იყო კონკრეტულად ჩემი და ჩემი თანაგუნდელების წინააღმდეგ და იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელსაც არ უნდა არც ნაციონალური მოძრაობა და არც ოცნება. პოლიტიკოსების ამ კრიტიკის საპასუხოდ ნაციონალურ მოძრაობაში განმარტეს, რომ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება და ოპონენტებზე შურისძიების დასრულება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა. ნორმალურ დემოკრატიულ სახელმწიფოებში ხელისუფლებები იცვლებიან მშვიდობიანად და გადადიან ოპოზიციაში. ჩვენ ამის მაგალითი ერთხელ უკვე მივეცით. ახლა ის დროა, რომ ივანიშვილმა გამოიყენოს ეს მაგალითი, მშვიდობიანად დათმოს ხელისუფლება და მართვის სადავეები. უმცირესობის მიმართვის მთავარ ადრესად ბიძინა ივანიშვილს დღეს საპასუხო განცხადება არ გაუკეთებია. ყოფილი პრემიერი მის გეგმებთან დაკავშირებით სავარაუდოდ ხვალ გორში მედიასთან შეხვედრაზე ისაუბრებს. ნინო სამყურაშვილი მუშაობდა დღეს ამ თემაზე. ნინო, ნაციონალური მოძრაობის მოწოდებას დღეს ექსპერტებიც გამოეხმაურნენ, რამდენად იზიარებენ ისინი ინფორმაციას, რომ არჩევნების წაგების შემთხვევაში ივანიშვილმა შეაძლოა ქვეყანა დატოვოს. ეხ ექსპერტების ერთი ნაწილი იზიარებს მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილმა წაგების შემთხვევაში არჩევნების შესაძლოა მართლაც დატოვოს ქვეყანა. ექსპერტების მეორე ნაწილი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, თუმცა ექსპერტები თანხმდებიან იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკურ შურისძიებასთან დაკავშირებით შესაძლოა შიში მართლაც არსებობდეს, როგორც ბიძინა ივანიშვილში, ასევე ქართული ოცნების ლიდერებსა და ასევე ქართული ოცნების მხარდამჭერებში. სწორედ ამიტომ მათი თქმით გიგა ბოკერიას გზავნილი იყო მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პროცესები მშვიდობიანად წარიმართოს. არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემთხვევაში ხალხი არ უნდა ელოდოს ისეთივე პოლიტიკური ანგარიშტორების ან პოლიტიკური რეპრესიების ტალღაც, როგორც რაღაც 2012 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. და ეს ემსახურებოდა ერთგვარად საზოგადოების დაწყნარებას. იყო გარკვეული სხვა განცხადებები, რომ აი ბიძინა ივანიშვილს რაღაც პრობლემები ექნება პიროვნულად და შეიძლება მან მოინდომოს ქვეყნიდან წასვლა, ხო? ასეთი ჰიპოთეტური წარმოსახვითი ვითარება შეგვიძლია წარმოვადგინოთ. და გიგა ბოკერიას უნდა დაეთქვა, რომ მას ამისი არ უნდა ეშინოდეს, რომ თუნდაც თუ ესე მოხდა და ნაციონალური მოძრაობა თუ მოვიდა ხელისუფლებაში, ის არ ეცდება პიროვნულ ანგარიშტორებას არც ბიძინა ივანიშვილის მიმართ და არც სხვა ადამიანების მიმართ. ბოკერიას ეს განცხადება იყო გამეჯნული იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტად ანერვიულოს, ესე რომ ვთქვათ, ქართული ოცნება, ანუ უბიძგოს კიდევ უფრო დიდი სისულელეებისკენ, სისულელეებისაც არაკლიათ. ერთი და მეორე აიძულოს ივანიშვილი, რომ ხვალინდელი გამოსვლა მთლიანად მიუძღვნას იმას, რომ ესე რომ ვთქვათ, მიდის თუ არ მიდის სადმე. ვერ შევაფასებს, სწორია ეს ტაქტიკა თუ არ არის სწორი. იმიტომ რომ მე არ ვიცი, როგორ არის დალაგებული მთელი სქემა. ჩვენ თამაშობთ საჭადრაკო პარტიას, მე არა ვარ ამის მონაწილე. შესაბამისად, ცალკეული სვლებით მე კატეგორიული ვერ ვიქნები. ესაუბრა თუ არა მის გეგმებთან დაკავშირებით უახლოესი გარემოცვის წევრებს ბიძინა ივანიშვილი, რა გეგმები აქვს იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება არჩევნებს წააგებს და აპირებს თუ არა საქართველოს დატოვებას. სავარაუდოდ ამასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვალ გორში ისაუბრებს, ბიძინა ივანიშვილი ხვალ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებში ხდება. ეს იყო ნინო სამყურაშვილი, მადლობა ნინო. უკანონო ფარული თვალთვალი და მისი შედეგების გავრცელება სისტემურ ხასიათს იღებს. ამ შინაარსის განცხადებას დღეს არასამთავრობო სექტორი ავრცელებს. კამპანია ეს შენ გეხებას მონაწილეების განცხადებით ხელისუფლებას ახლა უნდა დაამტკიცოს, რომ ფარული ჩანაწერების უკან თავად დარდგას. რაც შეეხება გამოძიებას, ამ ეტაპზე დაკითხვაზე მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან დაბარებული, თუმცა ჩვენების მისაღებად უსაფრთხოების სამსახურს სავარაუდოდ პარტიის ოფისში მოუწევს მისვლა. დაბარებულიყავ მოთმის სახით. თხოვთ, მიგოთ უწევად.
ირმა ნადირაშვილის გარდა უწყება სუსის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის გამომძიებელმა ნაციონალური მოძრაობის კიდევ 2 წევრს პეტრე ცისკარიშვილს და გიგი წერეთელს გაუგზავნა. არც ერთი მათგანი სუსში მისვლას არ გეგმავს და გამოძიების პასუხებზე კითხვების გაცემას მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში თანხმდება. სუსმა გამოკითხვის მიზნით უწყება ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ სულ ოპოზიციური პარტიის 5 წევრს გაუგზავნა. ნამდვილად არ ვაპირებ რომ ვიარო სუსის დერეფნებში იმ უწყებაში, რომელიც ბოლომდე სახელგატეხილია, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებაზე კი არ ზრუნავს, რაც მათი მთავარი გამოწვევა, არამედ პოლიტიკურ ოპონენტებს დასდებს და ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს. საარჩევნო კამპანიის ხელი შეშლის გარდა ოპოზიციურ პარტიაში დღეს ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ ხელისუფლების მიზნებზეც ისაუბრეს. ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნებას ძირითადი თემებიდან ყურადღების გადატანის ცდილობას უკავშირებენ. ქართული ოცნების და ხელისუფლების ამოცანაა, რომ ჩვენ გვალაპარაკოს აი ამ კომპილაციებზე, ტყუილებზე, ვითომ ჩანაწერებზე. ჩვენი ამოცანაა, ჩვენ მოსახლეობას ვეუბნებოთ, სამუშაო ადგილებს როგორ შექმნით, პენსიას როგორ ზავდით, ეკონომიკას როგორ გავაძლიერებთ. ბრალდებებს ხელისუფლებიდან ბრალდებით პასუხობენ და სუსში მისვლაზე უარის თქმის გამო ოპოზიციური პარტიის წევრებს აკრიტიკებენ. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ინფორმაციით, ჩანაწერის შესახებ ინფორმაცია მმართველი გუნდის წევრებმა დიპლომატიურ კორპუსსაც მიაწოდეს. ძალიან მნიშვნელოვანია დიპკორპუსის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა იმისათვის, რომ თავიდან ავერიდეთ ყოველგვარი ექსესი, ყოველგვარი დესტაბილიზაცია და ჩვენი არჩევნები ჩავატაროთ მაქსიმალურად თვითგარემოში კანონის უგულოებელყოფა არის ნაცმოძრაობის სტილი და ამ სტილით აგრძელებენ ესენი თავიანთ საქმიანობას. მიიღებენ თუ არა სუსის გამომძიებლები ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობის წევრებისგან პარტიის ოფისში. ეს შესაძლებლობა დღეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ გამორიცხეს. სრულყოფილი გამოძიების ჩატარების ინტერესიდან გამომდინარე, მინისტრების ნაწილი ინფორმაციის მიღების აუცილებლობაზე საუბრობდა. არ შევიდეთ ამ კინკლაობაში ამ ადამიანებთან და მივიღოთ აბსოლუტურად ყველა ზომა იმისათვის, რომ ლოგიკურ სამართლებრივ დასკვნებამდე მივიდეს თვითონ საზოგადოება. აუცილებელია ექსპერტიზის პასუხების დალოდება. ვინაიდან საკვანძო მიმართულებას ასეთი ტიპის და კატეგორიის საქმეებზე იძლევა ექსპერტიზის დასკვნა. ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ფარული ჩანაწერის დროულ გამოძიებაზე საუბრობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორიც. თამარ ქალდანის განცხადებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექცია ჩანაწერის შინაარსით არ ინტერესდება და ავთენტურობასთან ერთად მისი მოპოვების წყაროს დადგენასაც ითხოვს. პოლიტიკოსებს აქვთ გაცილებით უფრო მეტი თავისუფლება, ჩავიდნენ მათ შორის შინაარსობრივ მხარეზე. ჩვენი მთავარი მიზანი როგორც პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორისა, ამ შემთხვევებში არის ყოველთვის ფორმაზე აქცენტის გაკეთება. ფარული ჩანაწერის უკანონოდ მოპოვება გავრცელების ფაქტზე ამახვილებენ ყურადღებას კამპანია ეს შენგეხებას წევრები. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით მსგავსი ფაქტები უკვე სისტემური და შემაშფოთებელია. სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ ჩანაწერების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება არ უნდა ხდებოდეს. ხელისუფლებას კი იმის დამტკიცება მოუწევს, რომ ფარული ჩანაწერების საჯარო სივრცეში მისი სურვილის შედეგად არ ვრცელდება. ხდება ლეგიტიმური ეჭვი საზოგადოებაში, რომ შესაძლოა სახელმწიფო იქნეს ამის წინ ასწრებ უკან და შესაბამისად ის ავრცელებდეს ამ სხვადასხვა ვებგვერდის საშუალებით აი ამ ჩანაწერებს. ხო, აქ მნიშვნელოვანია, რომ ეს ეჭვი რომ გაქარწყდეს, სწრაფად იყოს გამოძიებული ეს შემთხვევები. ფარული ჩანაწერები ეს არის ძალიან ბინძური მეთოდი პოლიტიკური თამაშის. სერიოზულად უნდა იმუშაოს ჩვენმა სამართალდამცავმა ორგანოებმა, უბრალოდ ესეთი მეთოდებით პოლიტიკის განხორციელება არის ყოველად დაუშვებელი. მივლენ თუ არა სუსის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის გამომძიებლები ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში ჯერჯერობით უცნობია. პროკურატურის ინფორმაციით აუდიო ჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად ტექნიკური ექსპერტიზა უახლოეს პერიოდში ჩატარდება. მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობას რამდენიმე ქვეყანაშიც გააგზავნიან. თანაწერთან განმოგზავნებთ ამ თემაზე საუბარს. ანა, დღეს ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა კიდევ ერთხელ განცხადება გააკეთა მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე. ამჯერად რა ინფორმაციას ფლობს ირაკლი კობახიძე? წინა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით დღეს საუბარი იყო უწყებათაშორისი კომისიის ხდომაზე. ამ ხდომას ესწრებოდა ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რომელმაც განაცხადა, რომ ქართული ოცნება ფლობს ინფორმაციას დაგეგმილი დესტაბილიზაციის შესახებ და სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში ჯგუფი მზად არის, რომ მიაწოდოს ეს ინფორმაცია. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ასევე გააკეთეს ნაციონალური მოძრაობიდან და მმართველ გუნდს უპასუხეს.
წყობათაშორისი კომისიის თხოვნდას ხდომას აუცილებლად გავამახვილებთ ყურადღებას ჩვენი საკითხზე, რაც აქტუალური გახდა ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით. ეს არის დაგეგმილი დივერსიები ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ჩვენ არ დაკავშირებიან სამართალდამცავი ორგანოებიდან, თუ იქნება მათი მხრიდან ინტერესი, ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მივაწოდოთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს მიღებული ჩვენი წყაროებით. არსებითად გვაქვს ინფორმაცია კონკრეტული ადამიანებისგან, ნაციონალური მოძრაობის ოფისებიდან. საუბარია სხვადასხვა ადამიანის მონათხრობზე, რომელშიც არის დეტალურად, სადაც არის დეტალურად აღწერილი ის გეგმები, რომლებიც არსებითად შეესაბამება იმ ყველაფერს, რაც ჩვენ ვიხილეთ. ეს ყველაფერი არის იმ ისტერიკის გამოხატვა, რაც ვიხილეთ ბოლო რამდენი დღის განმავლობაში. კომიკურია ის, რომ მართველი გუნდის წარმომადგენელი საუბრობს სამართალდამცავების ინფორმირებაზე, ეთყობა მათ ავიწყდებათ, რომ ხელისუფლებაში არიან, თუმცა ხელისუფლებაში არიან მხოლოდ 10 დღე. ფარულჩა ანაწილებთან დაკავშირებით დღეს განცხადება ყოფილმა ვიცე-პრემიერმა და ქართული ოცნების ის მეორე ნომერმა კახა გალაძიემაც გააკეთა. ეს არის ძალიან მძიმე შინაარსის განცხადებები, რომელიც საზოგადოებამ მოისმინა. აქ არის კონკრეტული საუბარი გადატრიალებასთან დაკავშირებით, აქ არის საუბარი კონკრეტული ტელევიზიის რუსთავი 2-ის ჩართულობასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მძიმეა და რუსთავი 2-ს იყენებენ იარაღად. მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით სუსმა დღის ბოლოს დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა. სუსში აცხადებენ, რომ ყველა ის ფირი, რომელიც ქართული სააგენტოებით გავრცელებულ ჩანაწერებში ფიგურირებს, სუსის განცხადებით ყველა შემთხვევაში დაიკითხება. ეს იყო ანა წერეთელი, მადლობა ანა. პაატა ბურჭულაძის ბოლოსვლა პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე აშკარად არა პროგნოზირებადი იყო. ერთი ხისტი გადაწყვეტილებით გირჩი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა სახელმწიფო ხალხისთვის საყოველთაო ყურადღების ცენტრში. ბურჭულაძისთვის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი წყალგამყოფი აღმოჩნდა ყოფილ პარტნიორებთან ურთიერთობაში. ბრალდებები ორივე მხრიდან საკმარისზე მეტი ისმის, თუმცა შედეგები თუ იმსჯელებთ, გირჩი არჩევნებამდე 10 დღით ადრე ეთიშება წინა საარჩევნო მარათონს და მხარდამჭერებს მომავალ არჩევნებამდე ემშვიდობება. ჩვენ ვართ ახალი პოლიტიკური დამოუკიდებელი ძალა, რომელიც ბოლოს მოუგებს ოლიგარქულ მმართველობას საქართველოში. გირჩის განხეთქილების მიუხედავად პაატა ბურჭულაძემ სხვა პარტნიორები შეინარჩუნა. გიორგი ვაშაძე, რომელმაც ბლოკიდან გირჩის წასვლის შემდეგ ტაიმაუტი და კონსულტაციებისთვის დამატებითი დრო ითხოვა, გაერთიანებაში მთელი თავისი გუნდით დარჩა. ამდენიმე საათიანი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, სამივე ლიდერი მედიასთან ერთად გამოჩნდა. ჩემთვის ბევრი საკითხი მოულოდნელი იყო, ვფიქრობ, რომ აუცილებლად ჭირდებოდა გავლა სხვადასხვა თემების. განცხადებები რაც კეთდებოდა საჯაროდ, თუნდაც ბატონი პაატას მხრიდან, თუნდაც გირჩის მხრიდან, მე ერთი რამ არის მთავარი, მე დღეს ვარ აქ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა, რომელიც იბრძვის გამარჯვებისთვის. ვაშაძე მეორედ დარჩა იქ, საიდანაც მეწავლა. ჯაფარიძემ დღეს წასვლის მიზეზებზე აღარ ისაუბრა, რატომ დაიშალა გირჩის და ბურჭულაძის ერთობა, მან პირველი განცხადება გუშინ გვიან გააკეთა. ეს ადამიანი უბრალოდ მაშანტაჟებდა მე პირადად, რომ თუ გირჩი არ შეძებდა რაღაც გარკვეული ფინანსების მოტანას და რიცხვს არ დავასახელებ კონკრეტულს, ამ შემთხვევაში გირჩის წევრები იქნებოდნენ ამოღებული პარტიული თუ ბლოკის სიიდან. პაატა ბურჭულაძემ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გირჩთან განშორების მიზეზი ბიძინა ივანიშვილის ფული და ის ფარული გეგმა იყო, რომელიც მან არჩევნებამდე 11 დღით ადრე გაშიფრა. მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ეს თანხები მოდიოდა ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან. მე მეცად გეტყვით, თანხების გარდა იქ იყო მთელი სქემა და თამაში, თუ როგორ შეიძლებოდა ჩვენს გარშემო ჩატარებულიყო რაღაც სხვანაირი თამაში, რომელიც გაიშიფრა და ამიტომაც ძალიან დროული იყო, რაც მე გადავწყვიტე, იმიტომ რომ მე მივიღე ეს გადაწყვეტილება 2 საათით ადრე, იმიტომ რომ 2 საათით ადრე გახდა ცნობილი ზუსტად პიროვნებები მათი გუნდიდან, ერთმა პიროვნებამ უკვე ყველაფერი გითხრა. ყოფილი ლიდერის ბრალდებებს მძიმე ბრალდებებით უპასუხა პავლე კუბლაშვილმა. გირჩის დამფუძნებელი დღესაც ამტკიცებს, რომ პაატა ბურჭულაძე ფულს ითხოვდა. მოვისმინე ბატონი ბურჭულაძისგან, რომ თითქოს შევთავაზე მას კომუნიკაცია შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან. პირდაპირ და ხაზგასმით მინდა ვთქვა, ეს არის უსინდისო მტკნარი ტყუილი. ასეთი სიხარბის ადამიანები, ასე ვთქვათ, ისეთ როგორც ბატონი ბურჭულაძე არის, არათუ ივანიშვილის ფულს, ძალიან ბევრი მოსისხლე მტრეის ფულსაც კი აიღებდა, აღამ ახმათხანის და შაჰაბასის ფული რო ყოფილიყო, იმასაც ხელს მოკიდებდა. ამას თანსდევდა მიმართვა ბატონი ზურა ჯაფარიძისადმი, რომ შენ თუ გინდა დარჩი სიაში, მაგრამ აი შენი თანამებრძოლები უნდა ამოვიღოთ. ზურა ჯაფარიძემ, რომ პაატა
ბურჯულაძისგან წინადადება მიიღო, ამას თავად გაერთიანების ლიდერიც ადასტურებს. აშანტაჟებდა თუ არა გირჩის წევრებს ბურჯულაძე ამ შეხვედრებზე, რომელსაც გაერთიანების ხო წევრებიც ესწრებოდნენ, ამის შესახებ მისი დღევანდელი პარტნიორები ინფორმაციას არ ფლობენ. მე ბატონ ზურაბს უთხარი, ყველასთან დასწრებით მე მგონი დამეწევთ, რომ გთხოვ დარჩემით, იმიტომ თქვენ ერი სპეციალისტი, მე ვთქვი ბატონ ზურაბს ჩვენ გჭირდება. არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ არ ვენდო, არ დაუჯერო ბატონ პაატას. ეგრეთ წოდებულ შანტაჟებზე საუბარი, მე არ ვიცი, რაზე საუბრობდნენ წარმომადგენლები იგივე გირჩიდან, ბატონი ზურაბი, მაგრამ ჩემთან დაკავშირებით და მემარჯვენეებთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ. არანაირი მსგავს ტიპის შანტაჟს, გამოძალვას, იძულებას და ასე შემდეგ, სიაში თუ მაჟორიტარად თუ ასე შემდეგ, ადგილი არ ჰქონია. პაატა ბურჯულაძის ყოფილი თანაგუნდელები კი, რომლებიც ბლოკიდან სწორედ მას შემდეგ წავიდნენ, რაც გაერთიანებაში ახალი მოთამაშეები, გირჩები, გიორგი ვაშაძე და ახლები მივიდნენ, ამ კონფლიქტში ორივე მხარეს ადანაშაულებენ. პაატა ბურჯულაძისთვის ეს იყო ბიზნეს პროექტი, ჩემ და სამწუხაროდ. მაშინ სწორედ გირჩი იყო პირველი, ვინც ძალიან კრიტიკულად უდგებოდა ჩემს ამ მოსაზრებას და გუშინ თავად გირჩმა დაადასტურა, რომ ისინი გახდნენ პაატა ბურჯულაძის მხრიდან ფინანსური შანტაჟის მსხვერპლი. პირველადი გუნდის წევრების დემარშის და ახალ პარტნიორებთან სკანდალური დაშორების შემდეგ პაატა ბურჯულაძის ბლოკმა დღეს ცესკოში დაკორექტირებული სია წარადგინა. გირჩების წასვლის შემდეგ პირველ ათეულში 3 ადგილი გათავისუფლდა. შესაბამისად დაწინაურდნენ გიორგი ვაშაძის თანაგუნდელები და მამუკა კაციტაძე, რომელმაც საარჩევნო სიაში მე-10 ადგილიდან მე-7 პოზიციაზე გადაინაცვლა. წინასაარჩევნოდ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ ფინანსური ინსტიტუტებიც აქტიურ მოქმედებებზე გადავიდნენ. ექსპერტების ნაწილი სწორედ მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ინტერვენციებს. წინასაარჩევნოდ ლარის კურსის რყევებს არც თავად ეროვნულ ბანკში უარყოფენ. ხოლო ბოლო ერთ კვირაში ეროვნული რეზერვიდან 60 მილიონი დოლარი გაიყიდა. რაც მეც გადაყრი, მით მეტი მოთხოვნა გაჩნდება. ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციებით ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ ლარის კურსი ვერ შენარჩუნდება. ბოლო დღეებია ეროვნული ვალუტა უფასურდება და ერთი კვირის განმავლობაში ფინანსურ ბაზარზე ეროვნულმა ბანკმა უკვე 60 მილიონი დოლარი გაყიდა. სპეციალისტების აზრით ხელისუფლებას სურს, რომ წინასაარჩევნოდ მოსახლეობამ კურსის რყევა ვერ იგრძნოს და ამიტომ ეროვნულ ბანკს ასეთი ჩარევები უწევს. ხელისუფლება ცდილობს შეინარჩუნოს კურსი. ბუნებრივია ფინანსური სპეკულანტებისთვის ეს ბრწყინვალე ინფორმაცია, როცა შეიძლება შეტევა განხორციელდეს და ეს 40 მილიონის რეზერვებიდან გადაყრა ფაქტიურად ამაზე მიუთითებს. ხო არ ხდება ეს იმის გამო, რომ რაც ხელოვნურად შენარჩუნეს კურსი, სანამ ჩაივლის არჩევნები. დიდი ხნის მანძილზე ხელოვნურად რაც კურსის დაჭერა, ერთი რეზერვების ფლანგოს იწევს, მეორე პრობლემა არის ის, რომ საბაზრო პროცესს შეშლება ხელი. ხელისუფლების მხრიდან ეროვნული ბანკის საქმიანობაში რაიმე სახით ჩარევას გამორიცხავენ მთავრობაში. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით კურსი სტაბილური იქნება. მე სრულად პატივს ვცემ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ეროვნული ბანკი იღებს, ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ სავაჭრო ბალანსში ჩვენ გვაქვს გაუმჯობესება, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ წნეხი ეროვნულ ვალუტაზე გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე იყო ანალოგიურ პერიოდში. მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ჩვენი ვალუტის კურსი იქნება სტაბილური, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს არჩევნების შემდეგაც ჩვენ გვაქვს ურავი კურსი, თუმცა ის იქნება სტაბილური. რატომ იხარჯება დოლარის რეზერვები? ეროვნულმა ბანკმა დღეს სპეციალური განცხადებით განმარტა. ქვეყნის ცენტრალური ბანკი ასახელებს კურსის მერყეობის გამომწვევ მიზეზებსაც. ამ ეტაპზე ეროვნულ ვალუტაზე საგარეო შოკის გავლენა ამოწურულია და კურსის მერყეობა გამოწვეულია მხოლოდ დროებითი ფაქტორებით, რამდენიმე მსხვილი ტრანზაქციით, რასაც თან ერთვის წინასაარჩევნო მოლოდინები. სწორედ ამ მოკლევადიანი მერყეობების შესარბილებლად განხორციელდა ბოლო ინტერვენციები. იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტის კურსი არ გაუფასურდეს, ექსპერტები მთავრობას ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისკენ მოუწოდებენ. სხვა შემთხვევაში ეროვნული ბანკის ჩარევა მათი აზრით არაეფექტური იქნება. ლარი არის თერმომეტრი ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის და მისი ფლუქტუაცია ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა სუსტია, მასზე მცირე ნიავიც კი ახდენს გავლენას. ეროვნული ბანკი გამალებით ებრძვის ამას. შეიძლება ამის ფაქტორი იყოს ის, რომ არჩევნებისთვის ვიყოთ ასე ვთქვათ, შედარებით შვიდად. ბიზნესში არის გარკვეული განცდა იმის, რომ არჩევნების შემდეგ შესაძლებელია მოხდეს გაუფასურება ლარის კურსის და ამიტომ ძალიან ლოგიკურია, რომ ბიზნესი ცდილობს გარკვეული მარაგი შექმნას უცხოური ვალუტის. ამასთან დაკავშირებით სწორედ შეიძლება მცირე მერყეობა იყოს კურსის, თუმცა მე განსაკუთრებულ მერყეობას არ ველოდები.
ამ დროისათვის ვალუტის გამცველ ჯიხურებში 1 დოლარის ღირებულება 2 ლარი და 34 თეთრია. ბევრს ეშინოდეს ჩვენი სასტიკი და ულმობელი გამოღვიძების ამ შინაარსის მუქარი წერილი ქართველმა ნაციონალისტებმა მას შემდეგ გაავრცელეს, რაც მათი ლიდერი და კიდევ 10 წევრი პოლიციამ დააკავა. თურქული კაფეების დარბევა თბილისის ცენტრში გუშინ საღამოს დაიწყო. ქუჩაში ხვაურიანი მსვლელობის შემდეგ კაფეებში ცეცხლმოკიდებული ნივთები შეყარეს და ინვენტარი გაანადგურეს. ნაციონალისტების შემდეგი აქცია უკვე ხვალისთვის დაანონსდა, როდესაც სასამართლომ დაკავებულებისთვის აღკვეთღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. შემოგვიგდეს მაშხალა, ოღონდ ნიღბიანები იყვნენ. შემოგვიგდეს მაშხალა და აი იქ მოხდა და კედელი სამომწვარი ეთყობოდა. აღმაშენებლის გამზირზე მომხდარ ინციდენტებზე დღეს ღია და არავინ საუბრობს. თურქული კაფის მომსახურე პერსონალი პირად საუბარში აცხადებს, რომ მათ აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდების დაჯგუფების ეშინიათ. თვითმხილველთა ინფორმაციით ნაციონალისტური მოძრაობა ქართული ძალის წევრებმა აღმაშენებლის გამზირზე ხმაურითა და შეძახილებით ჩაიარეს. თურქულ რესტორნებში ცეცხლმოკიდებული ნივთები შეყარეს და სტუმრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ერთ-ერთი მომხმარებელი даже გარეთ გამოვარდა, იმიტომ რომ ისეთი სიტუაცია იყო, შიგნიტკენ ცეცხლი ენთო და კვამლი ასევე იყო ორივე დარბაზში, იქეთა დარბაზი სავსე იყო, აქეთა დარბაზში 3 მაგი დაისხდა. და ხალხი იყო შოკში. 11 ახალგაზრდა პოლიციამ ჯგუფური ხულიგნობის მუხლით დააკავა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით ჯგუფური ხულიგნობის ფაქტებს იძიებს. დანაშაული თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. ქართული ძალის ლიდერი და ნაციონალისტური მოძრაობის 10 წევრი ამ დრომდე წინასწარი დაკავების საკანში ყავთ. მათთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. ბრალდებულების მხარდამჭერები და ახალგაზრდების დაჯგუფება, რომლებიც თავს ქართველ ნაციონალისტებს უწოდებენ, თანამოაზრეების დაკავებას მუქარი შემცველი განცხადებებით გამოეხმაურნენ. მარჯანიშვილის მეტროსთან პოლიციამ გზა გადაგვიკეტა, ჩვენ რუსთაველისკენ გასვლას მოვითხოვდით. მშვიდობიანად, მაგრამ ერთი ბრძანება და ჯერ ქართული ძალის ლიდერი, ხოლო შემდეგ სხვა აქტივისტები დააკავეს. ჩვენი პროტესტი არასასურველი აღმოჩნდა მაღალი ეშელონებისთვის, მაგრამ ამით არაფერი დასრულებულა. პირიქით, დიდი გამოღვიძება სწორედ დღეს ქართველი ახალგაზრდა ნაციონალისტების მიერ იწყება. ჩვენ მივმართავთ ყველა ანტიეროვნულ ძალას, ბევრს ეშინოდეს ჩვენი სასტიკი და ულმობელი გამოღვიძების. კურიერთან ინტერვიუში ქართველი ნაციონალისტების სახელით მოძრაობა ედელვაისის წევრები აცხადებენ, რომ მათ გუშინ გვიანღამით აღმაშენებლის გამზირზე თურქული რესტორნების არსებობა მშვიდობიანად გააპროტესტეს. გუშინდელი მსვლელობა შეძახილებითა და ნიღბიანი ახალგაზრდების მარშით გმირთა მოედნიდან დაიწყო. მოძრაობის წევრების ინფორმაციით მათ მსვლელობა გმირთა მემორიალთან ნაციონალისტური ლოზუნგებით სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით დაიწყეს. არც ერთი რესტორანი არ დაზარალებულა, არ ჩაგვილეწია შუშები, არც პოლიციას გაუწიეთ წინააღმდეგობა და მათი მხრიდანაც არანაირი შენიშვნა არ მიგვიღია მთელი დღის განმავლობაში. როდესაც დავაპირეთ გზის გაგრძელება, მაშინ დაიწყეს დაკავებები. ჩვენი მსვლელობა სრულიად მშვიდობიანი იყო და თუ 150 ახალგაზრდა ნაციონალისტის ასე შეეშინდათ, ხვალ ეს რიცხვი გაათმაგდება. მოქმედი თუ ყოფილი მთავრობის წევრები მარიონეტები არიან. თუ დღეს ვინმე იმართება, ესენი თავად მოქმედი პოლიტიკოსები არიან. ჩვენ არავინ არ გვაფინანსებს. ყოველ აქციაზე 2-3 ლარს ვკრიბავთ, რომ ჩვენი ემოცია მაქსიმალურად გამოვხატოთ. ჩვენ მხოლოდ ერთადერთი სიყვარულის გვწამს. ეს არის უდიდესი სიყვარული ჩვენი ერისადმი. განსხვავებულია თვითმხილველთა მონათხრობი. მათი ინფორმაციით აღმაშენებლის გამზირზე აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდები უცხოელებს შეურაცხყოფდნენ. ცდილობდნენ კაფეებისა და რესტორნების დარბევას და ფიზიკური წინააღმდეგობა სამართალდამცველებსაც გაუწიეს. ყვამლის გამო დაზიანდა ადამიანები, რომელიც შიგნით იჯდნენ და გამოვარდნენ გარეთ, შეშინებული ხალხი. სადაც კი თურქების სავიდნენ ყველგან შემოაგდეს ფაქტიურად. მოძრაობა, რომელიც მეტწილად 25 წლამდე ახალგაზრდებისგან შედგება, აქტიურად ბოლო რამდენიმე წელია გამოჩნდა. ისინი ხმაურიან მსვლელობებს თითქმის ყოველ თვე აწყობენ. მათ სახელს უკავშირდება 30 მაისს ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი კიდევ ერთი ინციდენტი, რადგანაც ვეგანურ კაფეში, სადაც მომსახურე პერსონალსა და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მაშინ პოლიციას არავინ დაუკავებია. 11-ვე ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების თაობაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის სავარაუდოდ პატიმრობას მოითხოვს. ხვალ სასამართლოს ეზოში შესაძლოა კიდევ ერთი ხმაურიანი მსვლელობა მოეწყოს. დაკავებულების თანამოაზრეები აცხადებენ, რომ აქციები ფართო მასშტაბებს მიიღებს. გზა, რომელიც მხოლოდ დეპუტატის სახლამდე მიდის, რა პირობებში ცხოვრობენ ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს მდებარე სოფლებში? ძალიან პროვოკაციულ შეკითხვას მისმენთ.